ვარ დანელი ოზურაბი, ქალაქი ფოთიდან ვარ მეზღვაური. გემზე მუშაობის დროს მივიღე ტრამვა, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ გადამივიდა პარკინსონის საავადმყოფოში. რომ მუშაობდი, ჩაფხოდი გადამივარდა და ნუს მივარტყი თავი. 2 კვირა საავადმყოფოში ვიწექი. თავის შერყევა მივიღე. 2 წლის განმავლობაში უფრო პროგრესირდებოდა ეს ავადმყოფობა და უფრო ძლიერდებოდა. უკვე ჩავსახებდი, კანკალებდი, ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. დაავადება უფრო პროგრესირდებოდა, უფრო ცუდად ხდებოდი და მირჩიენ სტამბულში მედიკალ პარკში წასვლა. სტამბულში რო ჩავედი, ექიმას საიდმა გამიკეთა ანალიზები, საღამოს დაგეგმენ ოპერაცია. გამიკეთენ თავის ოპერაცია, სადაც არ ვიცი, რაღაც ჩამიმონტაჟენ რა სხეულში ახაც და დავში. ოპერაცია დამთავრდა ნორმალურად. ისე გაკეთეს ოპერაცია, არც ტყიბნეული იყო, არაფერი არ მივზია და სტამბულში რომ ჩავედი ოპერაციამდე, ეს ხელფეხი ძალიან მიგანგალებდა. ოპერაცია რო გავიკეთე, 90% ჩემი ავადმყოფობის გაიწოლა. 24 დღე ვიყავი რეაბილიტაციაზე, გავიარე რეაბილიტაცია, მე 3 ჯერ ჩავედი ყოველ საფრთხეში და ყველაფერი ნორმალურად ხდება.